მე პოლიტიკიდან წავედი მას შემდეგ, რაც ირაკლი კოდუას ცოლი გავხდი, იმიტომ რომ მაშინ ვფიქრობდი, რომ აი ეგ მიჯნარი არსებობდა, წარმოიდგინე მუშაობ კრიმინალურ ჟურნალისტიკას და ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრობ, არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. აი მე ახლა ჩვენ ამ თემაზე კამათი ვქონია, მე მქონია კამათი, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანებთან და უთქვამთ, რომ აი მე არ დამიკარგავ ჟურნალით, რომ აი რანაირად, ანუ რას ირჩევ შენ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და გიყვარს იმ დროს, თუ ირჩევ არ ვიცი, მე არ მომეწონებოდა ის ადამიანი, რომელიც პროფესიას აირჩევდა საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. მე მგონია, რომ ოჯახი უნდა ირჩევ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა პროფესიასა და ოჯახს შორის ირჩევდა. თუ ამ არჩევანის წინაშე დგები, მაშინ უნდა წახვიდე იქიდან. ამიტომ წავიდე ვაკეთე ნანუკას შოუს, სადაც ეგ სტანდარტები არ მომეთხოვებოდა, ნანუკას შოუში ეგ სტანდარტი არ არსებობს. იდეაში მე არ ვიცი რა არის, როდესაც გულისხმობთ ობიექტური, ბევრჯერ მithქვამს ეს და აქაც გავიმეორებ, ობიექტური, არაობიექტური ჟურნალისტიკა. დამისახელეთ ტელევიზია ამ სამყაროში, თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლობა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც სწორხაზოვნად ობიექტურ ხაზს ატარებს.